Matlu şunu tijun kolesul Baçunu tebecolah ceravlahtu Bu sene tamilare biçiva cunarib Çirahaba kularib roqabu gilahe Regule bu sene git amun bugila ბევრმა შეიძლება არც კი იცის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, კერძოდ კი ყვარლის რაიონში დაღესტნელთა ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ეთნოსის ავარიელთა წარმომადგენლები ცხოვრობენ, რომელთაც აქაური ქართული მოსახლეობა საქართველოში გავრცელებული ეთნონიმით ლეკებად მოიხსენიება. ყვარლის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ავარიელები პირველად შამილის დამარცხების შემდეგ ჩამოასახლა მეფის მთავრობა. მათი ერთი ნაწილი ანწუხის თემისანი იყვნენ, მეორენი კაპუჭის თემისანი. ამ ნიშნით ისინი ცალ-ცალკე დასახლდნენ. ასე გაჩნდა აქ ავარიელების სამი სოფელი: თივი, თებელჯოხი და არეში. ყვარლის მუნიციპალიტეტი ეთნიკურად საკმაოდ მრავალფეროვანი მუნიციპალიტეტია. აქ არის მრავლად წარმოდგენილი სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობები. არიან წარმოდგენილები როგორც უკრაინელები, რუსები, ლეკები, ოსები, საკმაოდ მრავალფეროვნად არიან და მათ თავთავიანთი დასახლებებიც გააჩნიათ. თუმცა ყველაზე მრავალფეროვანი ეთნიკური უმცირესობა ეს არის ავარიელები, ლეკები. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით ისინი შეადგენენ 3000 მოსახლეზე მეტ. 1852 წლიდან ავარიული მოსახლეობა ჩამოსახლდეს დაღესტნიდან საქართველოში. ეს იყვნენ ანცუხელები, თივი, თებელჯოხი, ორი სოფელი იყო და ეს აქეთ ავანის ხევის იქით იმებში ახალსოფლისა მეორე კიდე თიზირში ეხლა ადრემდელი ხაშარხუტა ქიოდა 4-5 სოფლები ვიყვნენ ცალკე სოფლად. ჩვენ დოშამილა აქ ცხოვრობდა ჩვენ ხალხი. ჯერ ზევით ცხოვრობდა ნაბაზრესკენ. ჯერ ლეკები აფშინე. მე საცხენოს იმაზევით. მესამად ახალსოფელში. ჩვენ საფლავის არის. თქვენ საფლავის დაბლა. ლეკების მუსულმანი საფლავი. იმის შემდეგ მოხდა თივში. იმის შემდეგ ცხოვრობდა 41 წლამდე. 1944 წელს ლეკურ სოფლებში, თივში, თებელჯოხში და არეში მცხოვრები ავარიელები აყარეს თავიანთი საცხოვრებლებიდან და ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩეჩნეთის სოფლებში ჩაასახლეს. საიდანაც მანამდე ჩეჩნები და ინგუშები სტალინის ბრძანებით ერთ ღამეში შეყარეს პირუტყვისათვის განკუთვნილ ვაგონებში და შუა აზიის სტეპებში გადაასახლეს. ერთი სუტკის მანძილზე 4-ში წაიყვანეს აუგუსტოს 4-ში 5-მდე თლიანი აი ეს სოფლები გადასახლებული იყო. კარგები იყო ქართველები, კარგად ველდა. არავინ ცუდი არ იყო. ჩემთან არაინ არ იყო ცუდი. იქ მუშაობდი, თელავში მუშაობდი. სულ ხალხი აქ იყო. 20 გაუზანა აქედან ჩაჩავს. 20 გაუზანა. არა ვიცი. ხალხი ტირობდა. აქედან რომ მიდიოდა. 44 წელი იყო უკვე მოსავალი აღებულს რო იყვეს. ივლისში. სულსად ამ დრო რა გადასახლა აქედან წნორამდე მანქანები იყო იქედან ვაგონებით 44 წლიდან 43 წლამდე 17 წლამდე ჩვენ იქ ცხოვრობდა. მე სტალინის ქუთლიში ესული დაიწყო ხრუშოვმა. დაბრუნდა ჩეჩნები თავის ადგილზე. ჩვენ კიდე თავის ადგილზე წამოველე. ჩეჩნების დაბრუნების შემდეგ ავარიელები კვლავ უსახკაროდ დარჩნენ. დაღესტნის მთავრობამ მათ სამოსახლოების შესთავაზა, მაგრამ ლეკებმა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეს. ხო და ზოგი დარჩნენ იქა დაღესტანშივო, ზოგი მოიდნენ აქეთ და თქვა ჩვენი მიწა-წყალზე წავალა თივზირის იმაზე. 17 წელიწადზე იქ იყვნენ. აბა იქიდან ისე ლახ წამოვიდა. ესეთი უვედრად ჩავნახე, რომ ცარელი მინდოში მოვიდა აქ.
ამდენი ტანჯერე, ამდენი სახლები გაგეთა ყველაფერი. Სუმადინსკი რაიონი, ზონტინსკი რაიონი. იქით გადასახლ აქეთ ერთად წამოვიდა ჩვენ. 57 წელი აგვისტოში. ბოლო ჩვენ წამოვიდა იქიდან 7 აგვისტოში მე უკვე აქ იყო. აქ რო იყო ფერმაში. ღორის ფერმები ყოფილა სამი ბოლღოჟანი ჩვენთან. გაწმინდა ღორის ფერმა და იქავე დაბინავე ჩვენ 55 მარტო ბიჭი დაიღუპა პატარელი. 7-10 წლამდე. თიზერში კი არ დარჩნენ ესენი, ცალკე სოფლად გააყარეს. ზოგი სარუსოში, ზოგი თხილიწყაროში, ორი სოფლის მაგიერ თივი და თებელჯოხი ერთი სოფლად გადამოიყვანეს. აქ ეხლა ამჟამად სადაც ეს სოფელი მდებარეობს იყო ჯაგები, ტყე, გასასუფთავებელი ადგილები იყო. ეხლა ჩვენთან სოფელში იციან ერთმანეთის შველა და ეგრე ააშენეს ეს სოფელი. უჭირდა ძალიან იმ პერიოდში. შეშა მოქონდა ზურგის მოწალე შეშას ყიდიდნენ და ამის საძოვდნენ. მერე მიქონდა ზურგის გადაქონდათ აქედან ქვილი, სიმინდი, მარილი. იყო შემთხვევები, რომ ჩვენ მე სხვათან ვიყავი ხოლმე და მოუძანიათ ყველი 1 კილო ყველში 1 კილო მარილი მიგის. ყვარლის რაიონის ქართველ და ლეკურ მოსახლეობას შორის იმთავითვე თბილი, კეთილმეზობლური ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ბევრი მათგანი ოჯახებით დამეგობრდა. ქართველებმა გაიჩინეს ყონაღები დაღესტანში, სადაც მათ ეგრეთ წოდებული შამილის გზით გაჰქონდათ ღვინო არაყი, ხილი და სხვა საქონელი, რომელიც იქ ნაკლებად იშვებოდა. იქიდან კი მოჰყავდათ სხვარძროხა, ცხენები, მოჰქონდათ ყველი, ხალიჩა, ფარდაგები. ზაურ აჭაიძე წარმოშობით თუშია. მისი წინაპრები მთათუშეთიდან, სოფელ ფარსმიდან არიან. ვარადი გაზდის მაინც მთებისკენ უწევდა გული. წლების განმავლობაში მესაქონლეობას უძღვებოდა ახალსოფლის კოლმეურნობაში. ამიტომაც ზაფხულს მთაში საძოვრებზე ატარებდა. მთაში სიარულის დროს ბევრი ლეკი გაიცნო და დაიყონაღა კიდეც. დაღესტანში მე ხშირად დავდიოდი, ბავშვობიდან დავდიოდი ჯერ დასასვენებლად, მერე ვაჭრობის ბიზნეს, აქედან მიქონდა არაყი, ცვრილის ყველზე, საქონელზე. კარგები არიან, კაცო რომ მივიდოდეთ, დაძახნა არ თუნდათ, მოდიოდნენ პირდაპირ, იცოდნენ ქართველები რომ მოვიდოდნენ, ღვინო არაყს მიიტანდით. მოდიოდნენ ურვალი უყვართ. იცოდე მოქონდათ ჯიხის ხორცი, ირმის ხორცი. ძალიან კარგი ერთეულობა. მადლობა ღმერთს ეს ხალხი ერთმანეთში ძალიან კარგად ავართ. კარგი. დაძმაც ჩხუბებენ, ხანდახან გაიგე. მამაშვილიც ჩხუბობენ. ჩვენი ეგ არ ყოფილა. აი ეგ მივიდიოდით მინდორში, აი ხალგაზრდა გოგოები სამუშაოდ, კერძოში, იქით, აქეთ ჯერ ჩვენთან ცუდი არაფერს არ გავუკეთი, არ ჩვენებმა გავუკეთები. აი ესეთი ხალხი ვართ, ქართველი და ლეკი. ლეკები აქ ცხოვრობდნენ, ძირითადად ჩვენთან ქონდა დაქირავებული ბინები, იხდნენ თანხას და პლანზე ჩამოევლიდნენ და ვიცოდით რომ კალავი იყო. მოვიყვანდით ოჯახში ვაჩვენებდით იმ ჭურჭეს, ქვაფს, თუნგს და გვეწყოდა ეს ღირს, ეს ამდენი ღირს და უხდით იმ თანხას. ეხლა აღარ აყავ კალავი და ვართ ხელმოწერულები. ჩვენ ძალიან კარგი მისლამოსვლა გვაქვს. ქართველებთან, ქართველები ჩვენთან, აი ჩვენ ბავშვებს ქართველები ნათლიები არიან, მე მომინათლია ქართველის ქრისტიანის ბავშვი. ეს პერიოდი იყო, რომ აქედან ხალხს ასახლებდნენ და ჩემი მეუღლე აქ მუშაობდა ტრაქტორზე და თლათ უკაპე იყო, თლათ იმათ გვაჩუქეს ბელეტაჟი ბინა. გადმოვედი აქ და სამი შვილი მყავდა, მაგრამ სამი შვილი აქ მეყოლა. აი ამ ქალის დახმარებით. კარგი ხალხი არიან ძალიან. ცუდი არც ერთ ადამიანზე არ შემიძლია რომ თქვა. პირველ რიგში. თიველი ალი ალიევი რაიონის საკრებულოს წევრია, პროფესიით იურისტი. საუდეგარი ხასიათის ახალგაზრდა კაცს დღეს ლეკები თავის ბედს ანდობენ.
ამ რაიონში ხო ყველაზე პატარა რაიონია საქართველოს მე როგორც ვიცი ის ყვარელი. აი დავიწყოთ თქვა სარუსოდან სადაც ახლა ლეკები ცხოვრობენ. იმის შემდეგ მოდის ახალსოფელი, ქართველების სოფელი. მერე მოდის ჩვენი სოფელი, ლეკების სოფელი. მერე მოდის ოქტომბერი, ძინობიანი, უდების სოფელი, უდინელები ცხოვრობენ. მერე მოდის ისევ ქართველების სოფელი, ჭიკანი. მერე მოდის ჩანთლისყურე, ლეკების სოფელი. მერე მოდის ციცკანაცერი, ლეკების სოფელი. მერე მოდის ლეკების კიდე ოსების სოფელი. მერე მოდის სანავარდო ქართველების და მერე მოდის ისევ ყუჭატანი ოსების სოფელი. ეხლა დაფიქრდით. თუ ცუდი ურთიერთობა იქნებოდა, ამდენი მრავალეროვანი ხალხი იცხოვრებდა ერთ პატარა რაიონში. ეხლა ძალიან კარგი დაზმავით მე მგონი ეგრე ვართ. მე ეხლა იქ ვიყავი მახაჩკალაში და 1-2 თვე არის. ეხლა როგორც აქ მოვედი, როგორც და ეგრე კარგად არიან. მიდივართ, მოვდივართ ერთმანეთთან. სოფლის მჭედელი მიშა არაქელოვი ყველასაგან დაფასებული კაცი. ახალსოფელში და ახლომახლო სოფლებში მასავით ვერავინ გამოჭედავს ცხენის ნავს, თოხსა და ბარს, დამგალსა თუ ცელს. მიშას დანანული ცხენი მთელ დაღესტანს ისე მოივლის, ერთს არ წაიბორძგებს. ამიტომაც მთას მიმამავალი ლეკები ჯერ მასთან შეივლიდნენ და მერეღა შეუყენებდნენ ცხენებს მთის კლდოვან ბილიკებს. რას აბაროგო, ეს პროფესია აუცილებელი არა. უამისოთ სოფელი არ ვარ, ჭედილგარეში. რა უნდა გააკეთონ? თოხი, ბარი თუ თელი სამუშაო იარაღი, აბა ისე როგორ იქნება რაც ეს. ნუ როიტყვიან ლიუს აუდივართ ამ მუშაობას. მოდიან მეზობელი სოფლებიდან სარუსოდან ხივიდან ნალებრი კი არა მარტო ისე თოხებს უმზადებთ აი ნაჯახებს უკეთებ სხვადასხვა სამუშაოებს ბუზები გაუნიავე აი ცხენსა რომ ციხლია რა ვარტყაი ნალესე მოვიდა გადაეო სურათები როგორც წყალში მიდოდა ზარი ქართველებსა და კახეთში მცხოვრებ დაღესტნელთა ურთიერთობებში 90-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. გაჩნდა საკმაოდ მოულოდნელად. იმ დროს ქართულ პრესაში იბეჭდებოდა კავკასიელი ხალხების შეურაცხყოფელი წერილები, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებდა ქართველი და კავკასიელი ხალხებს შორის არსებულ საუკუნეებ გამოვლილ კეთილმოზობლურ ურთიერთობებს. საზოგადოების ერთეული წარმომადგენლები ნიკო ჭავჭავაძე, ნაირა გელაშვილი, ილო ბეროშვილი, ზურაბ ჭავჭავაძე და მათი მცირეოდენი თანამოაზრენი თავიანთი წერილებით თუ საჯარო გამოსვლებით წინააღმდეგობას უწენენ ამგვარ ნაციონალისტურ გამოვლინებებს. ამ დროს დაიძაბა ურთიერთობა ლეკებსა და ქართულ მოსახლეობას შორის. ძალიან ძნელი იყო გამსახურდის დრო, იმიტომ ჩვენ ოფლი დავყარე, ჩვენ აშენე ვენახები, ხეხილი, სახე, ყველაფერი. შობლები აქ არის, წინაპრები აქ არის. იმათი შობლები აქ არის. Dan es ჩემი ბიჭი, დიდი ბიჭი სიმამრია, ეს კიდე ჩემი სიმამრია, ამის мама არის. мама შემს მაგასი. მე დაბადებული აქ ვარ, გაზრდილი აქ ვარ. ყველაფერი ძნელია დატოვე მას. იმ დროში 3 დღე თუ ერთი კვირა არც გუშემ კრუგში მილიციები იყო, არ გუშემ, არც პური, არც საჭმელი, ეგრე როგორ უთხრა. როგორც ციხაში ეგრე იყო ლეკები საერთოდ. ჩვენ რა დააშევე, არაფერი არ დაგიშევებე ქართველებს, როგორც ძმაკაცები ეგრე ვარ. თელი ახალსოფლის საბჭო ბიბლიოთეკა ყველაფერი სამს იყო ხალხი. ჩვენ მიდაბი საბჭოში წავიდა შენ. მე გამსახური გარისწარი. აიღო მიკროფონი და თქვა. ხალხ ლეკები უნდა წავიდე. მარტო ლეკები კი არა, სხვანაც. მარტო დარჩეს საქართველოში ქართველი. მე ბოლო მოვიდა ილო ბეროშვილი. ილო ბეროშვილი აიღო მიკროფონი და თქვა. ლეკები განაჩიტები არიანო კაცო. ლეკები უნდა ჯერ ადგილი ვიშო, ჯერ აშენო სახლები. მე დაბინავდეთ ლეკები კაცი ეგრე გადა. მე ჩვენ უკვე გადაწყვეტი იქ მოიტანავთ ვოკალი არ ჩვენ არ წავალ. ორი კაცი კი არა, თელი სოფელი. მემრე აი ამ არედარული
99 წელი 90 წლების იმებში აი ეს ეროვნული მოძრაობის იმადა ეს ხალხი ხელახლად ისე ზოგი წავიდნენ, ზოგი დარჩნენ. სოფელი თხილისწყარო წავიდა სუნთქიანად. ეხლა ამჟამად იქ ცხოვრობენ ქართველები. სარუსულანაც ძალიან ბევრი წავიდნენ, თივიდანაც წავიდნენ. სახლები მიატოვეს. და ერთი მაგალითს გეტყვით, აი ჩვენ სკოლაში ჩემ დროს 99 წელს დავამთავრე თივის საშუალო სკოლა. სწავლობდა 714 ბავშვი ორი სმენით. ამჟამად არის 70 ბავშვი. გზა არ იყო ჩვენთვის არც წასულა კაცო. 10 დღე წავიდა. გზა არ იყო. მე გავიგე ღესანში და იქიდან მოვიდა ის გაჯი მაგისი ციხის ამხნაგი. გამსახური. 8 წელი ყოფილა ერთად. და ის ამხნაგი მოვიდა წავიდა პირდაპირ თბილისში. გამსახურისთან. თბილისში წავიდა მაგამ თქვა. ის პიკეტ მოხსენ ჩვენი ხალხი. მაგამ ბრძანმე მის მე მოხსენ პიკეტი. მე გამსახურიდან დანიშნა ყაზბეგში სასტუმრო არის ახალი აშენებელ სასტუმრო არის იქ. იქ შახტე სასტუმროში ყაზბეგში. წავიდა აქედან მე ჩვენი ხალხი და ჩვენ წაველი იქ შახტა ყაზბეგში. მითო დიალოგი არა გა. ლაპარაკი სხვა იყო გული სხვა იყო კაცი. აი მე ვფიქრობ თვითონ პრეზიდენტ გამსახურდიას რო არ ეთქვა და სხვა უფრო დაბალი თანამდებობის პირს რო ეთქვა ამხელა ეფექტი და ამხელა რაღაც არ იქნებოდა. თვითონ ქვეყნის პრეზიდენტი რო იძახებს საქართველოს მარტო ქართველებისთვის უკვე ეს ცოტა სხვანაირი აზრი და ცოტა სხვანაირი ეფექტი მისცა ამას. 90 წლებში რო ლეკები უნდა გადაესახლებინათ და ჩაუგეგდები და კაცშურს არ უშვებდნენ შიგა მე მივედი იქ შევედი იქ და ფქვილი იყო თუ რაღაცა საშუალება და ყველაფერი ხეს იყო და ვეუბნებოდი ბიჭო სულ ყველანი ადამიანები ვართ მეთქი როგორ შეიძლება კაცო ეგ ამბავი ალაზანს გაღმა დაღესტნოს სოფლებში დღეს სიმშვიდეა. მართალია მომრავლებულია მიტოვებული ეზო კარი. აქა-იქ გადამწვარ სახსაც შეხვდებით, რომელიც იმ ავადმოსაგონო დღეებს გვახსენებს, მაგრამ რაც თავარია ქართველებსა და ლეკებს შორის კვლავ სიყვარულს თავოსადგურებია. ყველაზე კარგად ეს მაშინ ჩანს, როდესაც ახალსოფლის ბოლოს ავანისხევის პირას კვირობით გამართულ ბაზრობაზე მოხდები. აქ ერთმანეთს გოდით განან ქართველები ახალსოფლიდან, გავაზიდან და ჭიკანიდან. ოსები წიწკანაანცერიდან, უდინები სოფელ ზინობიანიდან. აქ ყველაფერი იყიდება, ლეკური ცხვის ყველი, ხაჭო და კალტი, აღჩეული და ხის სოკო. ვინ ვარაყი და დედას პური. სხვა ძროხა და რა ვიცი, რა აღარ. ბაზრის დახლებს შორის შემოგეფეთებიან თვალტანადი, თავსაფრიანი ლეკის ქალები. მათ შემხადევარეს მახსენდება ერთი ხალხური ლექსის სტროფები. ღმერთმა დიდხანს ადღეგრძელოს კახეთი და დაღესტანი, რჯულიანთა ხმალი მისცა, ურჯულოთა ალვისტანი. სწორედ ალვისტანა ლეკი გოგონების ცეკვა მოხიბლა ალბათ ახალსოფლის საშუალო სკოლასთან არსებული ბავშვთა ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი მარიამ ცაციაშვილი. ამ ნიჭიერმა გოგონამ დადგა ცეკვა ლეპური, რომელიც ქართველი გოგონების შესრულებით ისეთი შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ ეს ცეკვა ამ ანსამბლის სავიზიტო ბარათი გახდა. ამ წარმატების დასტურია ისიც, რომ ანსამბლი გერმანიაში ერთთვიან გასტროლებზეა მიწვეული. ეს ცეკვა ყველაზე მთავარი გავაკეთე, იმიტომ რომ ჩვენი ანსამბლის ბავშვები და თუნდაც ეს ხალხი დაახლოვდება, ისწავლიან ერთმანეთის კულტურას. ძირითადად ამ ცეკვაში ჭარბობს ფეხი.
თავარი როლს ასრულებს ფეხი და ლეკებისთვის დამახასიათებელია გასლები. მამაკაცებს არა აქვთ ცეკვა, ძირითადად ქალები ასრულებენ და ხელები ფეხებთან შედარებით უფრო ნაკლებად მოძრაობს. საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ რამილ ლომსაძეს წარსულში ცნობილ მოჭიდავეს ბევრი ნიჭიერი და წარმატებული სპორტსმენი გამოუზრდია. მათ შორის იყვნენ თივში, ჩანთრისწყურეში და სარუსოში დაბადებული ლეკი მოჭიდავეებიც. ის ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც 80-იანი წლების ბოლოს პიკეტირებულ ავარიელთა სოფლებში პური, ფქვილი და სხვა პროდუქტები შეჰქონდა თავისი მოწაფეებისათვის. თელი ლეკებიც დაძილი, ბარკალაევი, აბდულა, კახიტაევი, ხიზრიევი და სუყოლანი ვინც თივში, ჩანთლიყურის, სარუსოში ვინც არიან, სუყოლანი ჩემი დაძილები არიან. მსოფლიო ჩემპიონების გახდნენ, ევროპის ჩემპიონების გახდნენ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონების გახდნენ. რამილ ლომსაძის მოწაფეები დღეს უკვე თვითონ ზრდიან მომავალ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, ძიუდოისტებს. მაწვილ მოჭიდავეთა შორის არაერთი ავარელი ბიჭუნა ეუფლება სპორტის ამ ვაჟკაცურ სახეობას. დარბაზში ერთმანეთთან ვარჯიშობენ ჩვენთან ეს ლეკი ბავშვები. ეს ქართველებთანაც უკვე კარგი ურთიერთობა, როგორ არ აგრძნობენ ისინი, რომ აქ მცირეერად ითვლებიან რა ყვარელში. ჩვენ თვითონ ბავშვებსაც, ამ ქართველებსაც, ლეკებსაც ვეუბნებით, რომ თქვენ ახართ მეგობრები. ამას მნიშვნელობა არ აქვს ის ლეკია, ქართველია, ოსია თუ ვინა. ჩვენი სოფლიდან დადის 15-15 ბავშვი. სუყოლანი მოჭიდავეები ჩვენი ძმაკაცები და მეგობრები ვართ. ერთმანეთს კარგად გვექცევიან, კარგად ვექცევით. კაია ყველაფერი. ძალიან ბევრი ჩვენი ახალგაზრდობა, ვინც აქედან წასულები არიან, გახდნენ ევროპის ჩემპიონები, სოფლიო ჩემპიონები იუნიორში. ძალიან ბევრი ახალგაზრდობა. ამჟამინდელი ძიუდოში პირველი ნომრები, ვინც არიან თივიდან წასული ახალგაზრდობა 22-23 წლის. ჩვენმა დაღესტნელებმა ბევრი რამ შეინარჩუნეს წინაპართა მიერ შემონახული ტრადიციებიდან. უპირველესად ეს არის კავკასიური სტუმართმოყვარეობა, რაშიც ლეკებს კავკასიელთა შორისაც იშვიათად თუ შეედრება ვინმე. تضبل يرغاقي حيرت بوقيلا قادني بقندت لقنا زلبوغو قبر جيبنا بون شباب هابيلا თუ დაღესტანში იმაულში ჩახვედი, სადაც შენი ყონაღი ცხოვრობს, სხვის ოჯახში აღარ უნდა დაბინავდე, თორემ ყონაღი შეურაცხყოფილად იგნობს თავს. სტუმრად წასვლას არავინ დაგეშის, მაგრამ ცხენი ყონაღის ეზოში უნდა იყოს დაბმული. დაუწერელი კავკასიური მორალურ-ეთიკური კოდექსის ქვაკუთხედი მაინც უფროს უმცროსობის ინსტიტუტია. ასია ლეკებში. ყველაზე პატივცემული ადამიანი ოჯახის უხუცესი წევრია. ის არის ოჯახის დამაკვალიანებელი და წესების გამრიგე. სოფლის უხუცესები კი არა მარტო წესების დამცველებად გვევლინებიან, არამედ განაგებენ და აწესრიგებენ კიდევ სოფლის ცხოვრებას.
წყვეტენ სადავო საკითხებს, არიგებენ დაპირისპირებულ მხარეებს, იწვევენ მამითაც. ჩვენი წესია რომ მოხუცი გინდა იყოს, შვილი გინდა იყოს, ვინც გინდა იყოს, უნდა მივხედოთ ადამიანი ეგრე უყურადღებოდ არ შეიძლება რომ დატოვო. ჩვენ უპატრონოთ არც ბავშვები, არც მოხუცები არავის არ ავტოვებთ. აი ბავშვიც რომელიც შორს აყავს დედაც მამაც და ამასაც ული არ შეიძლება რომ უპატრონოთ ბავშვების დატოვება. მე არ ვიძახი რომ სოფელში არ არის გაჭირვებული ოჯახი, არის. შეიძლება იმ გაჭირვებული ოჯახის რომელიმე თქვა აი ქორწილი უნდა გადაიხადონ რაღაც. ის ქორწილი იქნება უფრო ძლიერი და კარგი ვიდრე თქვა ვიღაცა თქვა შეძლებული ოჯახი. რატომ? იმიტომ თელი სოფელი შველის. თაჟუდინ ჰაიბულავის სოფელ ჩანტლიყურის მკვიდრია. მრავალშვილიანი ოჯახი თავდაუზოგავად შრომობს. მათი ბაღბოსტის ნახვას ერთრამე დღის. საქონელიც ბევრი ჰყავს და ამიტომაც მთელი ზაფხული თივას აგროვებს. ასე რომ მის პირობს გამოზამთრება ნამდვილად არ გაუჭირდება. თაჟუდინი დღეს ქორწილს იხდის. არ გაგეცინოთ 6 შვილის პატრონი რაღა ქორწილს იხდის. ის დღეს ხელმეორედ ქორწინდება თავის ცოლზე. ამას ის ჩვენი გადამღები ჯგუფისთვის აკეთებს. უნდა გადავიღოთ ბეკური ქორწილი. ყველაფერი ნამდვილი იქნება, საკლავიც დაიკლება, მწვადით შეიწება და სპირისა და გარმონის ხმაც მანამდე არ შეწყდება, ვიდრე მოცეკვავები არ დაიღლება. ასალამ ალეიკუმ. ჩვენი წესი პირველი ქორწილის დაიწყება მოლაპარაკებით. ამით მიდიან ბიჭის მშობლები, ნათესავები გოგოს მშობლებთან ლაპარაკობენ. თანახმა არის თუ არა გოგო გათხოვდეს ბიჭზე. თუ გოგო თანახმა იქნება და უნდა გახდეს ბიჭი მომწონს, მაშინ დაინიშნება დანიშნების დღეს გოგოს მოაქვს რა არის ნაყიდი ნივთები, პადარკები, ყველა ნათესავებისგან რა უნდა გაჩუქოს იმ დღეს. მასკოლა არამეტი და რა ყორონა. Лакете я, вас бификете. Лахлале од вапхею. სირიის გათანი მანო დობა ყროვატარი. აი ვაფშავეთი. ოჟა ყაურა, ოჟა ყნირ, ოჟა ეგარამნი, ოჟა ილენ. კიჩ მესეთ კიდიდი, მესეთ ქაქტო, ნოც კიდიდი ლებალა. მახას ქალაიზარია დაყურ, აკაცაყო. მაჩქალალი გავათო კეთო ჰარინაი, კეთო სინაი. Duna bol batira suko lezan ke teme çevabı. Yine mi khoda gos Allah Allah amurlar şun. Allahumma amin. Amin inşallah mi doni sorujon isame. Ha. Doni sorujon isame. Allah Allah amurlar şun. Allahumma amurlar. Razı gel. Eli. Miguel de Razı bir tamam tura. Yoçe de o kadar bakıyor. Maşallah. Mizon jubam o hali bir saktiri valla. Saktiri bakala akho bakala dene bet sidiros batala. Dene bet hosna. خوی بیخ نچه لات شما خیلی بقرار. იმის შემდეგ დაინიშნება ქორწილი. თარიღი როდის უნდა ათამაშოთ ქორწილი. ემდა ვაათად ბლოჩო ხოლ ვაიდალა დიშნა. მას კიდე ხანს. ქორწილი დაიწყება დილით ცხრის საკლავებით რამეთ ურვარილით. მერე შვადრისთვის ბიჭის ხალხი მიდიან. აუცილებლად წვადი უნდა იყოს, წვადი უნდა იყოს გაფორმებული ყველანაირი წესებით, ყველაფერი უნდა კონდეს ბოლო პულამდე ზედა.
როცა მივლიან გოგოს კარებზე, შემოწმობენ ამ ყველაფერს, თუ ყველაფერი ადგილზე არის, გოგოს მხარე აიღებენ ამ წვათს და გაუშვებენ ბიჭის ხალხი გოგოს ეზოში. აქ გაითამაშება პატარა ცეკვა, რამე რაღაცეები, რამდენიც გეტყვიან გოგოს მხარე. მერე დაიწყება პროცესი გოგოსი გამოყვანისა. აუცილებლად გოგო უნდა გამოიყვანოს მეფემ ერთმანეთ ადრუშკაში უნდა გამოიდეს და ჩვენი წესით ფეხით უნდა წამოიდენ ბიჭის სახლამდე. ბიჭის სახლის იმაზე კიბებზე რომ ამოდივარ, აუცილებლად ძებიან კანტეტები, აჭრიან ტკბილეული, რომ ამათ კონდეს ტკბილეული ცხოვრება და ყველაფერი გაგრძელება ამ ქორწილის. ამით უკვე გოგოს მოყვანის პროცესი დამთავრდება. Je galera enda guvanta je gishame ta raqeba gishata isedo enda meta ta galla. Enda guaq. მერე ჩვენი წესით გოგოს გამოიყვან გარეთ თავის ქმართან ერთად დასვავენ ერთად ორივეს და ყველა ნათესაობები ბიჭის მხრიდან გოგოს მხრიდან აჩუქებენ ფულს რამე რაც არის მოტანული რაც ვისაც რამდენი შეგვიძლია და დაიწყება ქორწილი და ქორწილის პადარკების შუქება. ამ ყველაფრის შემდეგ სტოლზე დახსნებიან და ბოლო დამთავრდება კაი პურმარებით და სადღერძოლებით ერთმანეთ ჯანმრთელობით გაგახსნებიან. ლეკები ძალიან გამორჩე ხალხია. განსაკუთრებული შრომის მოყვარეობით კი ქალები გამოირჩევიან. არც საკაცო და არც საქალო საქმეს არ ერიდებიან.
მოცალეობის ჟამს კი შეიკრიბებიან ეზოში. კაცები თავიანთ საკათოს საქმეზე საუბრობენ. ქალები, დიდებისა და პატარებით ულამაზეს ლეკურით წინდევსა და ჩიტებს ქსოვენ. ხოდა ეს ძაფით ვაკეთებ ჩვენ მამაპაპეულიდან ვისწავლეთ. ცხარი ჩვენი არის, მატყილი ჩვენი არის, ყიდვა არ უნდა ვაკეთებ და კიდით კიდევაც და წინდები ყიდით. ამით ვაჭრობთ. პურის ფული გამოდის საწყალი ხალხისთვის. რა ვქნათ? აი ეს წინდა ამედან უყურებ, აი ამედან ვიწყებთ. ეს მე დავიწყე, ისე ზეპირად ვიცი. ესეთ ზეპირად უკვე ვიცი. აი ეგმედან უზურს ვაკეთებთ ჩვენ. და იქსუა. ქუსლიც, რამეც, ყველაფერი უზური არის, აი ეს ვარსკვლავი, პატარა. ჰა. ჰაკანაკე. ჰაკანაკე. რაღაც. სოფლის, აი ახალგაზრდები როგორც ეგლას აგვრებდით, ვაკეთებთ, წინდაც ვაკეთებთ და აი ერთმანეთს ვასწავლით. კი, ყველა მიცის, პატარა მიცის, დიდი მიცის, ყველა მიცის, ყველა რო აკეთებს სოფელში. აი ეს, აი ძველი ისე, ნახეთ. წინათ ფეხსაცმელი არ იყო. აი ამას ჩიტებს ეძახოდნენ ქართველები წინათ. აი ამით ქორწელში რამდენიც კიდე ითამაშეს უმბუქად. ვიხინგონდნა ვეკუნტანერმატე ეს ხო კიდე ჩემი ის არის ლოცულოს ამაზე მე რომ მოკუდება მე იქ იქნება ჩემი ცეო ეროტიბში ხევიდან მოტანილია მე ამზადებ ეს ხო სულ ჩემთან უნდა იყოს ჩვენი ხალხი რომ მოკუდება ჩვენ კუბო არ ვიციან ჩვენ ამოთხოვე ჯერ ალე ჯერ ამოთხოვე ჩვენ 2 მეტრამდე იმაში აშენი მე კედელი შრალი კედელი მე ქვები ეგეთი სეპიან ქვებით დაფარებენ ის კიდევ ჩემი თავის იმაზე იქნება ის ლა ილაჰა ილალლაჰ მუჰამად რასულულლაჰ Ya çe Allah hejalde Habiba sulrat alde Makamadina yalde Allah'a sulru koy La ilaha illallah La ilaha illallah La ilaha illallah Muhammed Resulullah Hejasul ra'dus şayay Odu ceze bakşayay Sirata sulutludasan Diye bihalti şayay ჩვენი წესები რაც იყო ადრემდელი მიღებული მამაპაპეულიდან ის შეენახავ ჩვენ. და რო ლოცულობა იყო, მარხვეები იყო, აი ეს წესები დარჩებოდა. ياريتنا نجرب شريك البيت صلاة تعلق والحين بارو كاكي كورو قال قبول فيك عمل وتقبل كم صار في الأزازر بخن توسس من تشوار يطلع الكريم محمد أوراق عليه السلام والرسول الله قدم كل إبل الأمينات باقي بقى الله يسونا ورق بيتهم لا إله إلا مخار მაგომედ რასულოვი წლების განმავლობაში სოფელ სარუსოს სკოლის დირექტორი და ავარული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ძალიან უყვარს ლიტერატურა, უფრო კი პოეზია. ხანდახან თვითონაც წერს ლექსებს. 90-იანი წლების დასაწყისში ისიც დაღესტანში წავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა და კვლავ ბავშვების სწავლა-განათლებას ემსახურება.
ბავშვები ადრე აი ეს სანამ გადასახლებდა და ბავშვები იყო 200-მდე ბავშვი. ეხლა თითოეული კლასებში არიან 2, 3, 4 ბავშვი და შარშან წინ ისა პარალელურ კლასები კი არა, ისა კლას კომპლექტები იყო. და ეხლა 54 ბავშვია იმ სკოლაში. სწავლა მიდის სკოლა თვიან რუსული სკოლა. Солнцем лед серебрится, сердце тем темно в моей груди, поет весенняя птица, птица шин. Милый мой. რუსული სკოლა, მაგრამ ავარული ენაც ისწავლება, ქართული ენაც ისწავლება, მეხუთე კლასიდან გერმანული ენაც ისწავლება. მაგრამ ეს მე როგორც მახსოვს მესამე კლასამდე არ იყო ქართული ენა მარტო და რუსული. იმ დროს ჩამოსულიყო რასულ გამზათოვი დაღესტნიდან. მე ვინც მახსოვს ახლა პიროვნებები იმ დროს ვინც იყვნენ. ილო ბეროშვილი იყო, თბილისიდან იყვნენ და ამ ხალხის იმიდან მე მახსოვს იმის შემდეგ უკვე თქვენს რომ ხალხმა რომელმაც თავის ენა არ იცისო, სხვის ენა არ ისწავლოს. იყო ისეთი ისა მოდი გადაკეთ ქართულ იმაზე და მაგრამ ეს მოზროობა მიგრაცია ხალხისა ძალიან ისეთია. აგე წელსაც 4, 5, 6 ოჯახი წავიდა. აუცილებელი იყო ქართულ ენაზე. იმიტომ ისევ თქვენ ხონახე აქ ლაპარაკობენ რაღაცები, ლექსები იყო, ლაპარაკი იყო, სკოლა ზირითადად რუსულად არის, მაგრამ ლაპარაკობენ და საუბრობენ ეს ხალხი ბავშვები ქართულ ენაზე. აი ეს ზირითადი მიგრაციის პროცესი რო არის, მაგიტომ არის ეს სკოლა დარჩენილი რუსულ ენაზე. ავარულ ენასთან ერთად სარუსო სკოლის ბავშვები ასევე გაძლიერებულად სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, რაც იქიდანაც ჩანს, რომ მათ ბევრი ქართველი პოეტის ლექსი ზეპირად იციან. მომეტებულად კი ეტყობა ანა კალანდაძის პოეზია უყვართ. ანა ბანა სიხარულმა ამიტანა, ჩემი ქვეყნის სიყვარულმა სადღა აღარ წამიყვანა. მთაში ჩანჩქრები ნახებალში, იავარდისყანა ეს პატარა საქართველო რა ყოფილა ამისთანა. მუსლიმურ საზოგადოებაში ქალის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. თუმცა კავკასიის სხვადასხვა ხალხებში ვითარება ამ მხრივ სხვადასხვანაირია. რაც უფრო ჩაკეტილია საზოგადოება, ქალის უფლებები უფრო შეზღუდულია. ამას ვერ ვიტყვით კახეთში მცხოვრებ ლეკ ქალთა მდგომარეობაზე. წლების განმავლობაში ქართულ მოსახლეობასთან ურთიერთობამ აქ სუსტი სქესისადმი დამოკიდებულება უფრო ლოიალური გახადა ვიდრე სხვაგან. თუმცა აქაური ქალებიც მაინც ითვალისწინებენ ნათესავების, სოფლის, უხუცესების აზრს და ეს ხშირად განსაზღვრავს კიდეც მათ ბედს. მე დამბადა დედა ჩემმა 3 დღე იტირა. მე ხო პირველი ბავშვი ვიყავი დედასი და დედა მეუნება მე თელავში დავიბადე პალატაში ვინც იყვნენ ქართველებიო სუყელას ბიჭები ეყოლათო მარტო მე მეყოლა გოგო მე იმიტომ ვიტირეო რომ მე ბუსურმანი მაინც არ ვიყავიო რატო მე არ მეყოლა ბიჭიო მამა ჩემ მისულა ხელში აუყანია ბავშვი და უთქია ახლოს მიუყვანე დედასთან დედა უყურე შვილო აქ უყურეო ამ როგორი ლამაზი თვალებიან ბავშვი არისო როგორ ტირე ხარო რაზე ტირე ხარო ყვავილის გახსნა წყალი რო არ არის სიყვარულით გავთხოვდი. 20 წლისა ვიყავი. ბევრი მთხოვნელები მყვანდნენ, ბევრს უყვარდი, მაგრამ რა ვიცი, ღმერთის წერა ეგეთი ყოფილა, მე სხვა სოფლიდან მომეწონა. მე იმას მოეწონე, მე ისიც მომეწონა, გავთხოვდი, მაგრამ 1-2 წელიწადიც ვერ ვიყავი იქ. 10 წელი სახლში ვიყავი, არა ვთხოვდებოდი და რა ვიცი, ჭორები ხო იცი? ლამაზი ქალი როცა არის, ბევრი ჭორები არის. იმასთან სალამი თუ მიეც, აი ის უყვარსო. იმას თუ გამარჯობა თუ მითხრა, ეხლა ხალხი ნაცნობი რო შეხდება, არ უნდა მიესალმო. აი იმას ის უყვარს, ეს უყვარსო და ეგ იმაში გავთხოვდი, გაბრაზებული ალბათ. ამ ხალხის ეს კიდევ მეორეც სხვა სოფიაში კიდევ. უბედური ბედი მომცა ღმერთმა. იქიდანაც გამოვთხოვდი. ეხლა ვარ სახლში. თუ კაცი სახლში იქნება, ისიც დაეხმარე. თუ კაცი არ არის, კაცურიც უნდა გააკეთო, ქალურიც უნდა გააკეთო.
არ უნდა დაიზინო. უნდა ადგე, რაც გარეთაც არის, ისიც უნდა გააკეთო, რაც სახში არის, ისიც უნდა გააკეთო, ბავშვებსაც უნდა მიხედო, საქონელსაც უნდა მიხედო, წყალსაც უნდა მიხედო, შეშასაც, ბალახსაც, სულ ყველაფერს ქალმა უნდა მიხედო. ეს შვილიშვილები ჩემი. ამრიკო, ჩემი შვილიშვილები. ეს ორი პატარა. ხალი შვილიშვილება, ძახეთო. ბაბოსთან მივდივართ ეხლა. დუჯობთენ წოფრი. ეხაბალ. ჩემ ბედი ეგეთი ყოფილა. როცა ეგეთი ბედი მომცა, ეგრე უნდა გავძლოს უყელაფერს. ჩემ როგორც მე ეგეთი ყოჩაღები უნდა გამოვიდნენ შვილებიც. ამათ იმედი მაქვს, ერთი გოგოც არის აქ, შვილიშვილებიც არის. ამათ იმედი, ამათ უყურებ და ამათი მე მიხარია, ჩემი ამათ უხარია, ეგრე ვართ უყურებთ. მიჭირს, მაგრამ ღმერთი შველის და იმიტომ. ღმერთმა რომ მიშოლა, იმიტომ. ჟანიც მომცა ღმერთმა, გულიც ეგრე გამიმაგრა. უკვე მე რამდენი წელია სოფელი თივი სასმელი წყლით არ მარაგდება და აქაურ მოსახლეობას წყალი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ავანესხევის პირას ამოხეთხილ წყაროდან მოაქვს. ხოდა დაწალიკდებიან ხოლმე დღეში რამდენჯერმე თუნგმოკიდებული ეკი ქალები და ეზიდებიან წყალს. ისე შორს არის რო წყალი, როდამდენ ესე ავზიდო თუნდის წყალი. რა ხდება ამდენი ხანია ჩვენ რაც დაუბადე ეს ხევიდან მოგაქვს ჩვენ წყალი ესე ვარ. სარეცხი წავიღე ხევში, გავრეცხავ იქ, მოვიტან სახლში. ჭურჭელო ხევში ხო არ წავიღებ. ჭურჭლისთვინაც იქიდან მოგაქვს არაფერი სამუშო სად არის? სამუშო არაფერი ისე გაჭირვებაში არის რომ რა ვიცი რა. ესეთ ხალხი არც უნდა და დაიბადო. რატო და ისე ესეთი გაჭირება და ესეთი რამე როდამდენ უნდა ავიტანო ესე ჩვენ. არ არის სოფელში წყალი. ეხლა დეპუტატი რამე ჩვენთვის არაფერი არ აგეთა. მარტო სააკაშვილის ბრძანებებს არ შესრულებენ. მე ვუსმინე ტელევიზორში და მაგან თქვა არც ერთი სოფელი არ უნდა იყოს საქართველოში სასმელი წყალი რო არ იყოს. ეხლა ბრძანება არის, მაგრამ ლეკევინდების ბრძანება ძალიან გვიან მოდის. აღვთ, ეხლა აი მოხუცების იმედია ლობიო და სიმინძე. ისე თუ დაწვა, აბა რა პენ ამ პენსიას ცხოვრობენ კაცო. ძალიან ძნელია. ეს ჭარმაგი კაცი უხუცესთა საბჭოს წევრი ბადრუდინ ადალოვი თივის ძირძველი მოსახლეა. მრავალი წელი ქართველებთან ერთად შრომობდა ახალსოფლის საბჭოთა მეურნეობაში. ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავდა და ჰყავს. ახალგაზრდობაში ძალიან უყვარდა სუფრა და მოლხენა ქართველ მეგობრებთან ერთად. ხანდაზმულობაში კი, როგორც თვითონ ამბობს, ჭეშმარიტი მუსლიმი გახდა. ცუდი არ შეიძლება კაცი გავუკეთო. თუ კაცი ჩემთვის ცუდი გავუკეთო, მე ვალიდებულია იმისთან კარგი შევერცხენოთ ის კაცი. ერთი. მეორე კიდე კაცის მოკლა ვარშე აღზალვილა. ჯოჯოხეთში ეს კაცი წავა. აბა ვინ აქ წუთების სოფელა ჩვენი. იქიდან მუდამ იქ უნდა იყოს ჩვენ. ვინც გავიგებს. ეს არის. რელიგიიდან ვინც ახლო არის, ის კაცი თავი დღე ცუდი კაცთან არ გაკეთება. მე კაცი მოიარა და ახლა დროის უმეტეს ნაწილს ლოცვაში ატარებს. Allahu Akbar. Bismillahirrahmanirrahim. Alhamdulillah alayhim waladhdallin. Allahu Akbar. Allahu Akbar. Allahu Akbar. ადრე ლეკები ხშირად დადიოდნენ დაღესტანში, ნახულობდნენ ნათესავ მოკეთეებს, მაგრამ როგორც თვითონ ხშირად უთქვამთ, დიდხანს იქ ვეღარ ძლებდნენ და მალე ისევ თავიანთ ქართულ ფუძე კერას უბრუნდებოდნენ.
ასე იყო მანამდე, ვიდრე დაღესტნისკენ მიმავალი გზა ღია იყო. პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობა დაიძაბა და რუსეთმა სამხრივად შემოიღო სავიზო რეჟიმი. 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში ეკონომიკური კრიზისი იყო, ამ დროს გაიხსნა საქართველოს და დაღესტნის დამაკავშირებელი გზა. სწორედ აი აქ ამ გზის გახსნით შეიძლება ვთქვათ, სულდგმულობდა კახეთის მნიშვნელოვანი ნაწილი და ახალსოფელი. ეხლა რაც ეს რუსებმა აგზალეს საზღვარი გაამაგრეს, მაგრამ იქ დაღესტნის მხარეს ნაკლებადღა ჩამოდიან იქიდან. თორე იქაური ლეკებიც ბევრი მოდიოდნენ ხოლმე. ბევრს ვიცნობდი. ურთიერთობა ქონდა. ჯერ მამაჩემსაც კაი ურთიერთობა ქონდა. ბევრი საზმო ყავდა იქ. ბეშთაში და რა ვიცი კიდე სხვა სოფლებში. წერილებსაც წერდნენ ხოლმე. პასერკაც გამოუგზავნიათ რამდენჯერ იქიდან. ეს გზა რო გახსნება 90%-ზე მეტიც ხალხი დარჩებიან აი ეს ზირითადად აი ეს არის თავის ახლობლები ხალხთან აღარ მიდიან, აღარ მოდიან. ჩვენთვის კი არა ეკონომიურად ეგ ახლობლები ქართველებისაც კარგი იყო. ხილი, ბოსნიული რაღაცები წაიღებდა იქ შეცვლიდა ყველი იყო რაღაცები და გზაც იყო ადრე გახსნილი ისეთნაირად თელი ახალსოფელი თელი ეს ყვარლის ზონა იქით იყო იქავრები აქ მოდიოდა მიდიოდა. მაშინ მე თვითონაც მუშაობდი ყველს მოიტანდი აქ იქინა ზროხები ყველაფერი აქენა ურზენი ყველაფერი წაიღებდა არაფერი კარგობა არც თქვენთვის არ არის არც ჩვენთვის არ არის. ჩვენი ცხოვრება ეგეთი ძნელია. საცაგინდა ვერ წახვალ, საცაგინდა ვერ მოხალ. ეგეთი დრო მოიდა ჩვენთან. ომის დროს არ იყო ეგეთი დრო, ეხლა რა არის? როგორ შეიძლება ეგრე ხალხმა? 5 წელიწადი 6 შვილის დედა ვარ, 5 წელიწადი ბავშვები არ მინახავს. შვილები არ მინახავს. 15 შვილი მყავს და აი როგორი იქნება გული იქნება, როგორი ნერვულობა იქნება ქალისთვის. ომის დროც ავნახეთ. ეხლა ეს დროც ეს გაგიჟებული დროც ნახეთ ხალხმა. აღარ შემიძლია. აი სიკვდილის ჯობია ეს ცხოვრებას ჩვენ. გზა თუ გახსნება, იმაზე კარგი რა იქნება? უკეთეს. ძალიან კარგად იქნება. გაჭირებული კაცი არ იქნება საქართველოში. ლეკებისგან სამდურავს ძნელად თუ მოისმენს კაცი, ისიც მაშინ თუ სათქმელი ძალით გამოსძალებს. დღეს რომ კახეთის სოფელს გასაჭირი ბევრი აქვს, არც დასამალია და არც ყურსიქით გასაშვები. საერთო გულის ტკივილია სახნავ სათესი მიჭის ნაკლებობა. 57 წელში როცა ხალხი მოვიდა მიცებული მიწები, აი ის არის დარჩენილი 12 მიაცედი, 14 მიაცედი მიწები. აი იმაზე სახლიც უნდა აშენო, ბოსილი რაღაცები, რამდენი დარჩება 6-7 მიაცედი თუ დარჩება, აი იმ მიაცედებზე გადმოიყვანს რაც შეიძლება. აი ეს იყო ძირითადი პრობლემები და იმ მიწის იმაზე ძირითადი ხალხი წავიდა აქედან. ცოდვარა ვარ, ქალის საქმე გეწევ, კაცის საქმე ვაკეთებ, ძროხა, ბალახით, გათიბე. ეს ჯანი ციდან კი არ მოდის. რას ფიქრობს ეს თავრობა ჩვენ ეგრე რო გვაწვალებს ხალხმა? რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემები ავარიელ მოსახლეობაში, ლეკებში, მაგრამ მე ვერ გამოვყოფ ისეთ კონკრეტულ პრობლემას, რომელიც თქვათ აწუხებს ლეკურ მოსახლეობას და თქვათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეს პრობლემა მოხსნილია. წლების განმავლობაში, საერთოდ რაც არსებობს ლეკური მოსახლეობა და რაც არსებობს თქვათ ეს სოფლები, კონკრეტულად თივი, აქ წყლის პრობლემა იდგა გლობალურად. დღეს ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება. დაახლოებით 10,000 ლარზე მეტი დაიხარჯა თივში და სულ რაღაც 1-2 კვირის შემდეგ მე დარწმუნებული ვარ ეს სამუშაოები დასრულდება. ქართველი თუ არ უყვარდა ჩვენ აქ არ დავდგებოდი შვილო. არ დავდგებოდი. მე ის ხალხი ის ხო ლეკებია.
ის ხალხი არ მიყვარს როგორც აი ახლა ქართველი ვაკ. იქ ერთი კვირას მეტი ვერ გავზდე მე იქ. შვილის ქორწილი მაქვს მე ახლა. ხო და იქ რო წავიდე იმათ არ უშვებს, იქ რო წავიდე მე იქიდან უკან არ უშვებს იმათ. აიგე? აქ გაჭირვაში ხარო შენ თქვენო ეგრე არ უშვებს, აიგე? ეხლა არა შეერი იქ მირჩენია მე მივხვდები. აქაური მიწაც მირჩევნია, აქაური წყალიც მირჩევნია, აქაური ხალხიც მირჩევნია. წასულს არ მინდა. აქ დაბადა, აქ დაჩული, ჰაერი აქ ხალხი აქ კარგი არის, გაგებული ხალხია. მინდა რომ აქ საფლავი ჩემი მშობლებთან იყოს საფლავები. მე ცუდი არავისთვის არ გამიკეთებია, არც ჩვენი ხალხი არ გააკეთებს. მე თუ არ დამიშ, ლეკს თუ არ დააშავე შენ, ლეკემ არასოდეს არ დააშავე. თუ დააშავე, არც აპატიებ, არც მე, არც სხვა. ერთ დღეზე გაჩენილი, ერთ დღე უნდა მოკვდეს. მე ეგ ვიცი. ესე ამობენ ქართველები ზოგი, ლეკი საშიში ხალხია, ცუდი ხალხია, არ არის. სტუმარი მოყარე ხალხია, ძალიან გულკეთილი ხალხია. არ არის ცუდი ხალხი ჩვენი. ხო. სტუმრებიც ვიღებთ, როგორ მარწავა. პური და მარილი დავდებ, მაინც მიგიღებთ, როგორ წავა. ადამიანის ლუკმა არ გვაკლდება არასდროს. ნაბამატლო უშუნო ტიჟუნ ქოლესულ ბაჭუნ ცებეჭოლა ჭერავლახტუ ბუსენ ტამილარებ ჩივაჭუნარი ჩირახაბა ქულარებ ყბუგილაჰე რეგულე ბუსენ გიტამუნ ბუგილა ასე შეესიც ხორცდნენ ლეკები ქართულ მიწას. არ ეთმობა თავიანთი ნაოფლარით ნაშენები სახკარი, მამაპაპის საფლავები, ქართული მიწა და ქართველი ხალხი. ჩვენც იქნებ უფრო ხშირად უნდა გავიხსენოთ ისინი, მოვიკითხოთ და მოვეფეროთ. იქნებ აქედან დაღესტანში გადახვეწილებსაც მივაწვინოთ ხმა სამეგობრო და სანათესაო. მათაც ხომ ასე ენატრებად ავანის ხევის ქვებიდან გამონაჟური წყაროს წყალი. შაიმუნ კანატულარე დურვიცა თაბრაკ ხურმადა ბუგებტან ბუკუნიმო შაიმუნ ბი უნარებდი ღაფულაბ ჩიხ ბოტროდა ბუგებრას ხაჰლუნ ბუგინმო შაიმუნ კანტულარებდი რვიცა თაბრაკ ბოტროდა ბუგებრას ხაჰლუნ ბუგინმო შიბოსუნ იაჭინა დუნდუდიცი დუიოლორ ჰარაბ ყოյალ ჰეჭელუ ქინან დუნ იუსუნე ბეცაბ ხაბალე სორდო ხალასანი მატლუშოლარი